ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მკვიდრის, თვითნასწავლი მხატვრის ფელიქს შაკაიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე ავტორმა ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული ტილოების 40-მდე ნამუშევარი წარმოადგინა. გადამწყვიტე რომ ხატვა დამეწყო. მივედი ჩემ ახლობელ ხატვართან, დიდ ხატვართან, გენიოსთან, სურაბ ნიშერაძესთან. და მომცა გასაღები, მომცა პალიტრა, მომცა საღებავები და მითხრა, აი შვილო, რაც გინდა ის გააკეთეო. ეს არა ნატურა არაფლის, ესა რაც მოვიფიქრე ისა. სტილი აქვს დაცული, ფერების გრადაცია, კომპოზიციურობა, წონასწორობა, ის თეორია არსებობს ფერწერაში, რაც ჩვენ აკადემიაში ვისწავლით. მას ეს ნასწავლი არ აქვს და ამბობს, რომ მე არ ვიციო, მე უბრალოდ ვაკეთებოდა. არა და ბევრ სიტუაციაში ეს კლასიკური მომენტებიც მას დაცული აქვს, მაგრამ ქვეცნობიერად და თვითონ არ იცის როგორ აკეთებს. მხატვრობა ფელიქს შაკაიასთვის ერთგვარი გატაცებაა, რომლის პარალელურადაც იგი ქვის მხატვრული დამუშავებითაა დაკავებული და სამომავლო გეგმებიც მას უკავშირდება. გამოფენა მოეწყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით. გენიალური ოქრომ ჭედელია ეს ამითაა ცნობილი მთელს ევროპაში, ევროპის დონის. საოცარი ნაწარმოებები აქვს. გენიალური ყვავილია რაღაც გაკეთებული თავის ხელით. საოცარი. მე არ ვიცი ახლა მაგალითად აი მამალს რო უყურებ, მამალია აქეთი. სისხლები აი რო ეკითხებიან მხატვრები, ეს ამას როგორ მიაღწიებო რა? არ ვიცი ამბობს. მე მჯერა როგორ სულ ამბობს და მხატვრები ამბობენ თვითონ არ იცის როგორი ნიჭიერიაო. ბოლო რამოდენიმე წელია სულ ამ ფერწერით არის დაკავებული, მაგრამ როგორც ხედავთ, შედგა როგორც თვითნასწავლი მხატვარი, არაჩვეულებრივი აქვს ფერთა შეხამება, სივრცე იგრძნობა და ბევრი კარგი ნახატია წარმოდგენილი. გარდა იმისა, რომ კარგი მეგობარია და კარგი ადამიანია, ყველასთვის კარგია, ის მარტო მეგობრებისთვის არა და ძალიან სულიერად მდიდარი ადამიანი ბრძანდება, მეს შინაგანი ნათება მის ნახატებშიც მე მგონი ჩანს.